თუ გიჭირთ უცხო სიტყვების დამახსოვრება, მე ვარ ბაგური ბუკია და გაგიზიარებ სამ ყველაზე გავრცელებულ მიზეზს, რატომაც გვაქვს ეს პრობლემა და გეტყვი თუ როგორ შეგიძლია მათი მოგვარება. პირველი მიზეზი არის ცალკეული სიტყვების დაზეპირების მცდელობა. ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს სიტყვების მექანიკურად დამახსოვრებას, მაგალითად drink, დალევა, go, წასვლა და ასე შემდეგ, მაგრამ რამდენჯერაც არ უნდა გაიმეორო ერთი სიტყვა ცალკე, ის საუბარში დიდი ალოხებით არ გაგახსენდება. ხოლო მეორე მიზეზი არის განმეორების დეფიციტი. რა თქმა უნდა, მასალის ერთხელ გავლა არ არის საკმარისი და ის იმეჯი უნდა გაიმეოროს, სანამ არ დარწმუნები, რომ შეგვიძლია მათი რეალურ საუბარში გამოყენება. და გაითვალისწინე, რომ ამ პროცესში ჭირდება დრო და მოთმინება და რამდენი დრო აბსოლუტურად შენზე არის დამოკიდებული. ახლა კი სამ გადავალ მესამე მიზეზზე, გეტყვი, რომ სპეციალურად ქართველებისთვის, ანუ თქვენთვის შექმნი განსაკუთრებული პროგრამა და მეთოდი, რომელსაც შეუძლია 100% დაგალაპარაკოს და შეუძლია ერთგვარ გაუთილსაც დაესწრო. ახლა კი რაც შეეხება მესამე მიზეზს. მესამე მიზეზი არის ემოციური მდგომარეობა. სტრესი, გადაღლა, უარყოფითი კომუნიკაცია სხვებთან იქ ახლა ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბარიერას სწავლის პროცესში და როცა ჩვენი ყურადღება მიმართულია პრობლემებისკენ და არა აწყლზე, რა თქმა უნდა, კონცენტრაციაც ირღვევა. რაც გირჩევ? გირჩევ, რომ გქონდეს მეტი კომუნიკაცია პოზიტიურ ადამიანებთან, გამოიძინო კარგად, იკვებო ჯანსაღად და მისცე საკუთარ თავს დრო დასვენებისთვის. და ბოლოს გახსოვდეს, არასოდეს დანებდე.